ერევანში შედგა ნატოს საპარლამენტო ასამბლეის 100-მერვე როუზ-როთის სემინარი, რომელიც ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ერთ-ერთი მთავარი ღონისძიება და პარტნიორ ქვეყნებთან დიალოგის გაღრმავებას ისახავს მიზნად. ერევანში გამართული სემინარის მთავარი თემა სომხეთი და სამხრეთ კავკასია ცვლილებად მსოფლიოში დემოკრატიისა და რეგიონული უსაფრთხოების გამტკიცება. მასში მონაწილეობდნენ ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების, მათ შორის აზერბაიჯანისა და თურქეთის დელეგაციები, რაც მხარეებს შორის დიალოგისთვის დამატებით პლატფორმას ქმნის. როუზ-როთის სემინარზე სომხეთის თავდაცვის მინისტრმა სურენ პაპიკიანმა დასავლელ პარტნიორებთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრა. პაპიკიანის განცხადებით, სომხეთის თავდაცვის უწყება მუდმივ საფუძველზე იღებს სპეციალიზებულ საკონსულტაციო დახმარებას საფრანგეთსა და შეერთებულ შტატებისაგან, ხოლო კოორდინებულ დახმარებას არაერთ მიმართულებით საბერძნეთით უწევს. პაპიკიანის თქმით, ამ ეტაპზე ძირითადი ძალისხმევა მიმართულია ახალი მოდელითა და სტანდარტების, სტრატეგიული დოკუმენტების შემუშავების, შეარაღებული ძალების სტრუქტურისა და მართვის სისტემის მოდერნიზაციისა და საგანმანათლებლო შესაძლებლობების გაძლიერებისაკენ.